მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია ისე თქვენთან რომ ვარ. მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგი ხალხი. ჩვენ ვართ ძალიან კარგი ხალხი. ეს არის თქვენიცით დარწმუნებული ვარ რომ მე ამას სიამაყით არ ვამბობ, არამედ ვამბობ იმის საფუძველზე რომ ჩვენ გვაქვს ქრისტეს აზრი. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან კარგი ხალხი ძვირფასებო. ამის გაგება და ამის აღქმა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ეს არ გავიგეთ ჩვენ, ვინა ვართ ჩვენ ქრისტეში და რა ვართ ჩვენ, გაუჭირდება მამას ჩვენი გამოყენება. ეს იგივე არის როგორც იესო ქრისტეს ვერ გაეგო დედამიწაზე მისი მოსვლის მიზანი მაშინ ვერ გამოიყენებდა უფალია იესო ქრისტეს. ამიტომ ჩვენც ერთ-ერთში ვართ იგივე ქრისტეში. ამიტომ ჩვენ ვართ კარგი ხალხი, რომ მინდა ეკლესიამ აიმაღლოს ცნობიერება იმისა ჩვენ ვინა ვართ ქრისტეში. დიდება ჩვენს უფალს, დიდება ჩვენს მამას. და ჩვენ მივდივართ აქეთ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. აშკარა წყალი არ გაუვა ამას როგორც სიტყვიან. მე მოვამზადე მინდა გაგამხნევოთ სამი თემა მაქვს მომზადებული. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის რომ ძალიან მინდა უფლის სულით თქვა რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მეშინია ადამიანური დიდების. ადამიანურ დიდება ომს ვერ ცდება, ომებს ვერ ცდება და კერპთაყვანის მცემლობას. ამიტომ უფალმა ილაპარაკოს ჩვენი ბაგეებით დიდება ჩვენს მამას, მის განსადიდებლად და ჩვენს გასახარებლად. არის სამი თემა, რომელიც მე გამამხნევა რომ კითხულობდი ბიბლიას და მინდა რომ თქვენც გაგამხნევოთ. საერთოდ როდესაც უფალი რაღაცას გეუბნება, უფლებაც არა გაქვს რომ არ უთხრა ეს ეკლესიას, ეს უნდა უთხრა ეკლესიას, იმიტომ რომ მეხსიერება არა მაქვს კარგი ზოგადად ისეთ რაღაცებს მახსენებენ ხოლმე ნათესავები ხან ბელაც რომ საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ რაც სულიერი სიტყვა უთქვამს ვინმე რამეს ზეპირად მახსოვს 10-20 წელიც რომ გავიდეს მაინც მახსოვს. ამას წინათ ჩვენმა ძმამ ირაკლიმ მითხრა სულიწმინდით როცა მოვინათლეო საკვებსაც სხვანაირად შევხედეო, არ დამავიწყდება, არა მე მივხვდი რა იგულისხმა, ყველაფერს უფლის თვალით შეხედა და ეს ანამბეჭდი დარჩა ჩემში, დარჩეს თქვენში ძვირფასებო. დიდება ჩვენს უფალს. სანამ ღმერთის სიტყვაზე ვიტყოდე რამეს, მინდა ვილაპარაკო ოცნებაზე ძვირფასებო, ოცნებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის. თქვენ გაგონილი გექნებათ, მე ხშირად მაქვს გაგონილი. ნატურის შნოც არ მისცაო ღმერთმა. ტყვილი არის მეგობრებო, ტყვილი არის. ნატურის შნოს ადამიანს ართმევს ბოროტი. ღმერთი იძლევა ნატურის შნოს. ესეთი ისტორია მაქვს, სადღაც 13-14 წლის ვიყავი. და როდესაც მედია ცენზურა მოიხსნა, თქვენ ჩემზე უფროსები ხართ, უფრო კარგად გემახსოვრებათ. 1000 ჟურნალ გაზეთები იბეჭდებოდა ფერად, ზოგი ტყვილს წერდა, ზოგი მართალს. და ერთი ძალიან ლამაზი ჟურნალი აღმოჩნდა ჩემს ხელში, ძალიან ისე გაწყობილი ფერებში. ეს იყო ჟურნალი მილიონერებზე და მილიარდერებზე. ხო და არ ვიცი საიდან აღმოჩნდა ჩემ ხელში, მაგრამ მოხდა და კითხულობ და ნუსხავს მომწონს ახლა მილიონერების და მილიარდერების ცხოვრება. დაწერილი იყო მათი ბიზნესის დასაწყისი, ეწერა მათი ავტომობილი, რა ავტომობილს ფლობდნენ და მათი ჰობი. ერთ-ერთის ჰობი დამამახსოვრდა. ასეთი ჰობი იყო არავითარი პრობლემა. ხო და ჩემი ნათესავი იყო ეგ ჩემთან ერთად. ამ თუ მერე უთხარი აღარ მახსოვს ამ ნათესავს. ასე და ასე მე უთხარი, ასეთი ჟურნალი წავიკითხე და რა აღფრთოვანებული ვიყავი და ამ ბიჭმა, დიდი ბიჭებს რო ვეძახდით ბავშვობაში, ასეთი ბიჭი იყო, სადღაც 30 წლამდე იქნებოდა, რუსულენოვანი და ეს რაღაცა მითხრა. და გიორგ, они живут каждый день как последний день. ცხოვრობენო ისეო ის როგორც ბოლო დღე იყოსო მათთვისო, თითქოს ეს ამან სულ მომნუსხა. ერთადერთი რაც მაკლდა მილიონები გაიყო, რომ ისე მეცხოვრა, თითქოს ეს ჩემი ბოლო დღე იყო. წარმოიდგინეთ ახლა დიდი ფული გაქვს, არ იცნობ უფალს და იცი რომ დღეს 12 საათზე უნდა დამთავრდეს შენი ცხოვრება. შეიძლება ძალიან ბევრი სისულელე ჩაიდინო, შეიძლება ბევრი კარგიც გააკეთო,
მაგრამ არც ერთი ცოდვა, ყველა ცოდვა თან გაყვება თუ არ მოინანიებ. ხო და მახსოვდა ეს ამ ჟურნალის ამბავი და ამ დიდი ბიჭის სიტყვები ჩემს მიმართ. საერთოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს ნათესავებს ღმერთის სიტყვაზე ყოველთვის ხედავთ რამდენი წლები გავიდა და მე მახსოვს მისი სიტყვები არ დამავეწყდა. და გავიდა ბევრი წლები გამახსენდებოდა ხოლმე ეს ამბავი ხანდახან და მე ისე მოხდა რომ მიპოვა უფალმა მოვედი მის სახლში და დაიწყო ნელ-ნელა ჩემი გონების განახლება. ხო და მე მივხვდი რომ ორი ბოლო დღე არსებობს. არსებობს ღმერთის ბოლო დღე და არსებობს სატანის ბოლო დღე. თუ შენ ზეციდან შობილი არ ხარ და იცი რომ ბოლო დღე არის, შეიძლება ძალიან ბევრი სისულელე ჩაიდინო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დიდი ფული გაქვს. მაგრამ თუ შენ ზეციდან ხარ შობილი და იცი რომ ეს შენი ბოლო დღე არის და დიდი ფული გაქვს, ყველაფერს გააკეთებ იქნება ამ ერთი დღის გამო მაინც მოხვდე უფალთან. ყველაფერს მოინანიებ რაც გააქვს, თანხებს დაარიგებ, ყველასთან მიხვალ ვისაც რამე აქვს საპატიებელი, ეტყვი პატიობ, მაპატიე, გაემზადები, 12 საათი მოდის, დრო აღარ არის. ამიტომ ნატრიშნოს კი არ აძლევს ადამიანს, ართმევს ადამიანს ღმერთი, არამედ აძლევს. ეს არის ჩვენი ოცნება ძვირფასებო. მე ჩემი გონების განახლების პარალელურად თანდათან ახალი ოცნებები მაქვს და ერთი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის რომ სადაც მე ვარ იქ ბოროტი ვერ ჩერდებოდეს ძვირფასებო. ეს არის ჩემი ოცნება ვაცხადებ ზეცისა და ეკლესიის წინაშე. აი ეს არის ნატურა და ოცნება. ისე იყო ხოლმე რომ ბავშვობაში საერთოდ ბოროტი ცდილობს ბავშვობიდან დაასვა შენს იდენტობას დაღი და ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე სახლში რომ უხეში ხარო. დიპლომატიური საუბარი არ მეხერხება ხალხთან. არ ვიცი, არ შემიძლია. და მეუბნებოდნენ უკმეხი ხარო და უხეში ასე არ შეიძლებაო და რაღაც ის გთრგუნავს მე ცდილობ გარდაიქმნე ნაზი იყო და რაღაცნა, მაგრამ არ გამოდის ახლა რაც არ ხარ. და არის ფსალმუნებში ესეთი მუხლი. იცი გვიან ხვდები რომ რასაც უფალი გაძლევს ის შენი კურთხევა არის და არა წევლა, თუნდაც ხასიათიც, მაგრამ ცდილობს ბოროტი დაგარწმუნოს რომ ეს არ არის ისე, სხვანაირი უნდა იყოს, არ უნდა იყოს სხვანაირი. ზოგს შეუძლია თბილი და რბილი ლაპარაკი, ზოგს არ შეუძლია. მეც მირჩევნია პირდაპირ მითხრან ყოველთვის ვერ ვიგებ მიხვეულ საუბარს. ფსალმუნებში წერია ასეთი სიტყვები არის, მე საკვანძო სიტყვებს წავიკითხავ, მთლიანი მუხლი არ არის. შენ ულეწავ ჩემს მტერს ყბებს და უმუსრავ კბილებს ბოროტეულს. როგორ მოგწონთ სინაზე? გინახავთ ნაზად დამტრეული ყბები, ან კბილები, დიდება უფალს. მომწონს ჩემი ხასიათი და სადაც მე ვარ, მინდა რომ იქ ბოროტი ვერ ჩერდებოდეს. დიდება ჩემს ძლიერ ღმერთს. დიახ, რაც შეეხება ჩვენ გვაქვს ოცნებები, მე ვიცი რომ თქვენს გაქვთ სულიერი ოცნებები და დაწერილი არის რომ უფალი ბადებს ჩვენში სურვილსაც და მოქმედებასაც. 10-20 წლის წინ შეიძლება ბევრ ამაზე ვერ მეოცნება, ან მე ან თქვენ, მაგრამ დიდება უფალს იზბადებს სურვილს და მე მჯერავს რომ მოაყოლებს მოქმედებასაც. მადლობა ჩვენს მამას იმედისთვის და რწმენისთვის. იონას წიგნზე მინდა გითხრათ რაღაცა ჩემოდებო და ძმებო. ეს არ არის დიდი წიგნი, ძალიან პატარა წიგნი არის და ყოველთვის ფიქრობდი რომ ხა იონას წიგნი ასეთი პატარა არის, ღმერთო კიდევ ერთი არის, მაგაზე პატარა წიგნი ერთი გვერდია, არც არის ერთი გვერდი. მაგრამ იონას წიგნი არის ერთი ფურცელი, ორი გვერდი და ნახევარი წიგნი არის იონას სიჯიუტე. მეტი არაფერი. ჩვენ ვიცით იონას ისტორია, რომ უთხრა მას ადექი და წადი ნინევეში, რადგან მომწვდა მათი ცოდვის ხმა. იონამ წავიდა, ოღონდ ნინევეში არა, იაფოში, საპორტო ქალაქში გაიქცა. იყიდა ბილეთი და წავიდა სხვა ქალაქში, ეს ქალაქი ნახე ლიბანშია. სხვა ქალაქში კი საერთოდ სხვა ქვეყანაში წავიდა, გაიქცა საერთოდ. გარბოდა უფლისპირიდან, არ ვიცი, ალბათ ფიქრობდა იონა რომ 120,000 ქალაქიანს რო უკადაგო მე რა შემიძლია. არ ვიცი, არ გარბოდა, ფაქტია რომ გარბის. და მე ამოაგდო უფალმა ქარიშხალი და ისე მოხდა რომ იონამ თავის პირით უთხრა მეზღვაურებს რომ გადამაგდეთო თორე ცუდად არისო თქვენი საქმე. და როდესაც
შეეკითხნენ იონას, გითხარიო ვის გამო აღმოჩნდითო ამ დღეშიო? ჰკითხეს გითხარი ვის გამო ჩავცვიდით ამ განსაცდელში, რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ და რა რჯულისა? იონას პასუხი არის, მიუგო, ებრაელი ვარ, მოშიში უფლისა, ცის ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა. იონას უყვარდა ღმერთი, ისე არ იყო, რომ იონას ღმერთი არ უყვარდა. ახლა ჩვენ რო გკითხონ ვინ ახარო შენ, ჩვენ ვეტყვით ღმერთის შვილები ვართ იესო ქრისტეს სისხლით გამოსყიდულები და ველოდებით მომავალს, ზეცას. ესეთი პასუხი არის იონას პასუხი. მაგრამ იონა ჯიუტობს. მე მინდა გითხრათ, რომ არ შეგაშინოთ თქვენ მასში სიჯიუტეებმა. ყველა ჩვენთაგანში რაღაცა ზომით და პროცენტულობით არის იონა. არის იონა, მაგრამ კარგი ამ ამბავში ის არის, რომ იონა გარბის, მაგრამ ღმერთი არ მიდის. თუ ხედავს უფალი, რომ შენ გიყვარს უფალი და ამა თუ იმ სიჯიუტეზე და საკითხზე წუხს შენი გული, რაღაცას გააკეთებს გიხარია უფლის შესაბამისად, რაღაცას ვერ გააკეთებ წუხარ, ამ გულს უყურებს უფალი, ეს არის კარგი გული. და თუ შენ გულს წუხილები აქვს, შენ ჩხრეკავ შენ გულს, რაზე წუხარ, რაზე არ წუხარ, რაში გაიმარჯვე, რაში ვერ გაიმარჯვე, რაში ჯერ კიდევ გინდა გამტკიცება, ამას თუ უყურებ, ამას ხედავს უფალი, ეს არის კარგი გული, ძვირფასებო. ასეთ გულს ემუშავება უფალი, ასეთ გულთან მუშაობს უფალი. უფალს არ ეჩქარება შენი გაწურთნა, მას შეუძლია რამოდენიმეჯერ გაგატაროს ცეცხლში იმის გამო, რომ გაგაგებინოს ვინ არის, რა სიტყავს შენგან და რა უნდა. უფალში არაფერი არ არის დაგვიანებული. არაფერი არა, ჩვენ არა ვართ 100 წლიანი ცხოვრებისთვის შექმნილები. წინა კვირას ჩემს კუთხეში გალობის დროს წვრილ-წვრილად რაღაცებს მიცხადებდა უფალი, ასე რომ თქვა, წვრილ-წვრილად და უცბად თავში ფიქრი მომივიდა, ღმერთო, რამდენი წლები ჭირდება მეთქი ადამიანს, რომ რაღაცა გაიგო და იქვე იყო პასუხი, შენ არა გაქვსო წლები. ჩვენ წლები არა გვაქვს ძვირფასებო. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დრო გვაქვს მოცემული, მაგრამ ჩვენ ვინც ვართ, თვითონ ჩვენ ეს უკვე მარადიულობაში არის, იმყოფება მარადიულობაში კალენდარი არ არსებობს. შეიძლება შენი ცხოვრების მე-100 წელს ისეთი რაღაცა გამოგიცხადოს ღმერთმა, რომ მთელი 99 წელი ღირდა ამისთვის გეცხოვრა და იდექი დგომა ღირდა ამისთვის, რომ მიგეღო ეს რაღაცა. ამიტომ არაფერი არ არის უფალში დაგვიანებული, ვინც გვისმენს და ვინც ჯერ კიდევ რაღაცაზე გულიეთან აღრება უნდა მოვიდეს უფალთან და მოინანიოს, მისი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რადგან იონას უყვარდა ღმერთი, მისი გული მოდრიკა უფალმა, ერთშვენიერ დღეს მოხვდებით დიდი თევზის მუცელში. არ გაგიკვირდეთ, იქნება ცეცხლში გავლა, რომ ის ლოცვა წარმოთქვათ, რაც მე იონამ წარმოთქვა. და რომ უთხრა მეორედ იონას ღმერთმა, რომ წადი ნინევეში და იქ გაიქცა იონას აქადაგებლად. გაიქცა და იქადაგა და ღმერთს გეგმა აქვს თითოეულ ჩვენთაგანზე. ჩვენი შეიძლება 120,000 კაცმა არ მოინანიოს, მაგრამ თითოეულ სულზეც ვიცით, რომ ზეცა ხარობს. მონანიებულ სულზე, ამიტომ დიდება უფალს. ეს არის ანუ მინდა იმის თქმა, რომ არ შეგაშინოთ თქვენ მას სიჯიუტე. მთავარია გამოჩხრიკოთ თქვენი გული, რაზე წუხართ, რაზე არ წუხართ. თუ თქვენი გული ბევრ რაღაცაზე აღარ წუხს, განგაში უნდა ატეხოთ. უნდა მიირბინოთ უფალთან, უთხრა ღმერთო, მე ამაზე აღარ წუხარ, ამაზე აღარ წუხარ, მიშველე უფალო. უფალი დაგეხმარება, დარწმუნებული ვარ, წინ გელოდება დიდი თევზის მუცელი, ვინც ასე ვართ, ან ხართ. მე ვიცი, რომ ჩვენ კარგები ვართ, მე უბრალოდ ლაპარაკობ ამას, მინდა გამხნევდეთ, იმიტომ რომ მე ეს გამოვცადე. ახლა მინდა გამოცხადებაზე გადავიდე, ძვირფასებო. წინა კვირას პასტორმა თქვა, რომ გამოცხადების დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ნამდვილად, ვისაც რაიმე გამოცხადება გააქვთ სულში უფლისგან, ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი პირადი ბიბლია თქვენ სულში.
რაც თქვენ გაგიცხადათ უფალმა. ეს არის ბიბლია, რომელზეც ჩვენ ვდგევართ. ჩვენი წინამორბედების მიერ არის დაწერილი, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ბიბლია გქონდეს ჩვენ სულში, რასაც ღმერთი გიცხადებთ. ეს არის თქვენი პირადი ბიბლია. ამის დავიწყება არ შეიძლება. რამოდენიმე ხნის წინ, დაახლოებით 1-2-3 თვის წინ, მე ცოტა ვწუხდი ამ ბოლოს, ღმერთო, რატო აღარაფერს მეუბნები, ღმერთო, რაღაც ისე ვიყავი, ცოტა თითქოს უდაბნოს პერიოდი იყო და მე დაუბრუნდი ჩემ რვეულს. სადაც მაქვს დაწერილი რაღაცეები, რატომ მაქვს ახლა დაწერილი ამას გეტყვით, რომ თქვენ ციცოდეთ, როდესაც გამოცხადება მოდის ამათ იმ საკითხში, მაშინ ხარ ყველაზე აღმატებულ ხასიათში, აღმატებულ მდგომარეობაში და რომ მიდის ძალიან არ გსიამოვნებს, თითქოს აი როგორც იაკობე ანგელოს ეჭიდებოდა, ასე გინდა ჩაეჭიდო, არ გინდა წავიდეს, არ გინდა, მაგრამ უფალი ასე მოდის რაღაცას გეუბნება. ანაბეჭს დაგასვამს ამ გამოცხადებისას და მიდის. აი იმ მდგომარეობაზე, რასაც ვამბობ, რომ არ გინდა ამას გაუშვა ხელი, ერთხელ პასტორმა თქვა, ზეცაში ალბათ სულ გამოცხადებებში ვიქნებითო და იქ იქნება ეს მდგომარეობა, რომ მუდმივად იქნება ეს რაღაც. და მე ეს თემის უთხარი ჩვენი ძვირფასი პასტორი იყო ჩამოსული და პასტორო თემის მე უთხარი ასე ეს რაღაცა რომ მოდის მე არ მინდა რომ წავიდეს და რა ვქნა მეთქი და დაწერეო მითხრა. ხო და ცოტა ისე არ მომეწონა რაღაც მეც ველოდებოდი რაღაც თითქოს ცივი წყალი გადამასხა, მაგრამ დავიწყე დაწერა და ეს როული ძვირფასი როული არის ჩემთვის. და დავიღე ჩემი როულის კითხვა, დავიწყე და ბევრი რამე წავიკითხე, ძალიან გავმხნევდი და ამის შემდეგ ერთი წამით მალევე ალბათ 2 კვირაში, 3 კვირაში ამ ჩემი როულის წაკითხვის მერე კითხულობდი იოანეს სახარებას და იოანეს სახარების მე-16 თავში არის ასეთი მუხლები. კიდევ ბევრი რამ მაქვს. იოანეს მე-16 თავის მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ ეტვირთავთ. მაგრამ როცა მოვა იგი ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ. იგი მეგანმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ. აქ საკვანძო სიტყვები არის მომავალს გამოგიცხადებთ. და ეს მუხლები რო წავიკითხე, ღმერთო, მე უთხარი ახალი წაკითხული მქონდა ჩემი რვეული, თურმე რამდენი რამე გითქვამს უფალო და მე კიდევ გეუბნები, რატო აღარაფერს მეუბნები უფალო. ხანდახან არის შენი გამოცხადებების გამოცხადება გჭირდება თავიდან. დიდება ჩემს უფალს, ამის მერე გავმხნევდი იმ რვეულზე ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი ნახე ის, მაშინ როცა მანახა უფალმა, რომ ლესელიძის ქუჩის დასაწყისში იდგა პიროვნება ქადაგებდა და ადამიანები თავისუფლად სეირნობდნენ ქადაგების ფონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იყო სრულიად თავისუფალი და ღმერთის სიტყვა ხალხისთვის არ იყო ახალი და უცხო. ვიღაცა ქადაგებდა, ეს ღმერთის სიტყვას ქადაგებს, ასეც უნდა იყოს. აი ესეთი რაღაც ვნახე. და რო წავიკითხე ეს მუხლები, ღმერთო, თურმე შენ გინახებია ჩემთვის ის, რაც ასე ძალიან მაწუხებს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს. და როგორ არის იცით, რაზეც ყველაზე ძალიან გტკივა გული. ღმერთი მოვა და იმ რაღაცას გეტყვის, შვილო, ნუ ნერვიულობ. აი ეს ასე იქნება. შენ არ იცი ჯერ, მაგრამ ეს ასე იქნება. და რას მივხვდი იცით, რომ ამ მუხლების მერე რომ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ, ახლა მე რწმენა კი აღარ მჭირდება. ვიცი. ის რაც უნდა მოხდეს, ამის რწმენა კი აღარ მჭირდება. ვიცი და მე ამის გამოცხადების მერე ჩემ ქვეყანას შევხედე იმ თვალით, რა თვალითაც ღმერთმა მანახა და გავიხარე, იმიტომ რომ ასეთი საქართველო მომწონს, კარგია. წარმოიდგინეთ, ყველა ჩიხში, ყველა ორღობეში მისი წესრიგია, მასზე ლაპარაკობენ. ღმერთის სიტყვა უცხო არ არის, ხალხი წესიერია, დიდებული არის ესეთი ქვეყანა, ყველა ქვეყანა. ახლა ვისაც რამე ან ხილვა, ან სიზმარი, ან გამოცხადება გააქვთ, იცოდეთ, რომ უფალმა გაჩვენათ, გაგიცხადათ მომავალი
და იმ თვალით შეხედეთ იმ მდგომარეობას, რაზეც გამოცხადება გაქვთ მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. დაწერეთ, წაიკითხეთ თქვენი გამოცხადებები, ბიბლიის შემადგენელი არის. ის გამოცხადება ასე წერეს წინამორბედებმა, სულით დაწერილია ეს წიგნი. დიდება ჩვენს უფალს, მე ძალიან გამამხნევა ამ მუხლებმა. მე ახლა პასტორი ხშირად ამბობს, ხოლმე ჩვენ რაც გვჭირდებაო, ეს არის დგომა, რომ ვიდგეთ და დაველოდოთ იმ რაღაცას. ვერ ვიგებდი, ეხლა გავიგე. რწმენა იმაში კი არ მჭირდება, მოხდება თუ არა. არა ვიცი რომ მოხდება, უბრალოდ ახლა რწმენა მჭირდება იმაში, რომ ვიდგე და დაველოდო. ფაქტობრივად ჩვენ სანერვიულო არ გვაქვს. აქ უნდა ვიდგეთ და უნდა დაველოდოთ. და როცა არ ვიცი როდის იქნება, არ ვიცი როგორ გააკეთებს ღმერთი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, ნანახი მაქვს. ვიცი რომ აღსრულდება. დიდება ჩვენს უფალს ყველა გამოცხადებისთვის, რასაც გვაძლევს, ეს დიდი საჩუქრები არის. ამის გაბაიბურება არ შეიძლება, დავიწყება არ შეიძლება ძვირფასება. დიდება ჩვენს მამას. დიახ და ბოლო თემა, რასაც მინდა შევეხო. იცი მე 20 წელია თქვენთან ერთად ვარ და თქვენ ჩემთან ერთად ხართ. 20 წელი არის. და 20 წლის განმავლობაში ძალიან ძვირფასი სწავლებები მაქვს ამ სახლში, მოსმენილი ჩვენი პასტორებისგან, უფლის სიტყვიდან და თითქმის არც ერთი მსახურება არ ყოფილა და არც ერთი სიტყვა, რომ არ გამეგო ან ვერ გამეგო. შეიძლება 1% ან კი ან არა. მადლობას უხდი ამისთვის ღმერთს. ძალიან ბევრ თემებს ეხება, ხოლმე ახლა გავდივართ ძვირფას სიტყვებს. პავლეს წერილებია, ეს ხო საერთოდ ბომბაა ბოროტის წინააღმდეგ. ჩვენ ვიზრდებით, უფალი გვზრდის, ეს იგრძნობა, აშკარა არის. დიდება უფალს. და ყველა სწავლება ძალიან ხშირად მომისმენია, მაგრამ სულ ორადორჯერ მაქვს აქ მოსმენილი ორადორჯერ, სულ 20 წლის განმავლობაში 10 წელიწადში ერთხელ გამოდის. ორადორჯერ მაქვს მოსმენილი სწავლება ფინანსების შესახებ. ძალიან მინდა რომ თქვა ამის შესახებ. ახალი მოსული როცა მოდის ეკლესიაში, ახალი მოსული, შენ უფრთხილდები მას, მეათედზე რომ ლაპარაკი დაუწყო, გაიქცევა. ჯერ მოსული არა ვარო და უკვე ჩემ ფინანსებზე უნდა წვდომაო. მაგრამ გაფრთხილება უნდა ახალ მოსულს. ძალიან გაფრთხილება უნდა. ისე გვიფრთხილდება ამ თემაში ჩვენი პასტორი, თითქოს ახალი მოსულები ვიყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. არც მე სიამოვნება მე რომ თქვა, რომ ახლა ყოველ თვეში ერთხელ ან კვარტალში ერთხელ ფინანსებზე სწავლებას ვისმენდე, არ მესიამოვნება, სწორად იქცევა. არც სტომრით რომ მომადგეს ჩემ კუთხეში ვიღაცა, არც ის არ მესიამოვნება. უხერხული მომენტები არის. მაგრამ მე პასტორი არა ვარ, ამიტომ მინდა რომ გითხრათ, შეგახსენოთ. განა იმიტომ რომ არ გიფრთხილდებით. არა, გამეორება არის ცოდნის დედაო, მაგრამ არ არის ეგრე, გამესამება, გამეოთხება, გამეხუთება არის ცოდნის დედა. გამეორება არ ყოფნის. არ ყოფნის გამეორება რომ ყოფნიდეს ამ რაღაცა სიტყვა და ღმერთი ერთხელ წაიკითხეთ და საკმარისია. უნდა ჩვენ შევახსენოთ ხოლმე ჩვენ ერთმანეთს, ჩვენს თავს. ბევრი რაღაცა, რაზეც შეიძლება პასტორმა დაგვინდოს, ჩვენ არ დავინდოთ ერთმანეთი, კარგი გაგებით. ეს მნიშვნელოვანი არის. ღმერთის სიტყვაში წერია ძვირფასებო, მალაქია მინდა ვნახო. აი უკვე ვარ მალაქიაზე. მალაქიას მესამე თავის მერვე, მეცხრე, მეათე და მე-11 მუხლები. გან არ გაძარცვავს ღმერთს ადამიანი, თქვენ კი მძარცვავთ და თან კითხულობთ, როგორ გაგძარცვეთო? მეათედით და შესაწირით. წყევლით ხართ დაწყევლელნი, რადგან მთელიერი მძარცვავთ. ეს საქართველოს ეკუთვნის ჩვენ ქვეყანას. მაგრამ აქ ღმერთი თავის ერზე ლაპარაკობს. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი. თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადამოგიღვაროთ კურთხევ აურწყველად, დიდება უფალს. შენთვის შევაჩერებ მჭამელს,
რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს, მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს, ამბობს ცაბაოთ უფალე. დიდება უფალს და ასევე რჯულის 22 თავის მე-12 და მე-13 მუხლები. მე-12 და მე-13 მუხლები ამბობს. გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას. როგორ მოგწონთ ზეცის საგანძურის გახსნა, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში, მრავალ ერს ასესხებ, შენ თავად არ ისესხებ. თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო. დიდება ჩვენს ღმერთს მისის სიტყვისთვის, იცი შეიძლება ბევრი ადამიანი არის მსოფლიოში, ვისაც სიბრძნეები უთქვამს, მაგრამ მასაც ღმერთისგან აქვს მიცემული ის სიბრძნე. თუ გვინდა რომ ღმერთმა არ გვითხრას რომ მძარცვავთ, თუ გვინდა რომ გავასესხოთ და არ ვისესხოთ, ეს დიდი კურთხევა არის. თუ გინდათ რომ ჭამელი შეაჩეროს ღმერთმა ჩვენს ცხოვრებაში, თუ გვინდა რომ თავი ვიყვეთ და არა კუდი, მე ძალიან მინდა, ძალიან. თუ გვინდა რომ ყველა ჩვენი ხელის ნამოქმედარი იყოს კურთხეული, სწორი ბუღალტერია უნდა ვაწარმოოთ უფალთან. ეს არ არის ხუმრობა საქმე, დაწერილია მძარცვავთო, თავის ერს ეუბნება, მძარცვავთო ამბობს უფალე. არ არის ეხა ადვილი საქმე უფალს რო ძარცვავ, არ გეშინია თითქოს სისხლის სამართლის საქმის, მაგრამ მე მახსოვს ერთხელ პასტორმა თქვა, ზეცაშიო სერიოზული კომისია დაგხვდებათო. იმ კომისიაში ბუღალტერიც იჯდება. ისეთი ბუღალტერი არ იჯდება, სამთვიანი კურსი რო აქვს გავლილი და სერტიფიკატი აჩუქეს, არა. ისეთი ბუღალტერი იჯდება, რომელიც გასცემს თვითონ დიპლომებს. ამიტომ ჩვენი ფინანსებით უნდა განვადიდოთ უფალი, რამოდენიმე მიზეზი არის, რატომაც უნდა მივაგოთ პატივი უფალს. ვერ ვიტყვი პირველი ის არის, მეორე ის არის, ყველა პირველია. ორი ფინანსური სისტემა არსებობს დედამიწაზე. ბოროტის ფინანსური სისტემა არსებობს და არის ღმერთის ფინანსური სისტემა. დაწერილი არის ამ წიგნში, იცით თქვენ, ვიცი რომ იცით, ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი. ეს მუხლი ამტკიცებს იმას, რომ ბოროტის არაფერი არ არის. შენ რასაც არ ქმნი, შენი არ არის. ღმერთმა შექმნა მისია მთელი ბუნებრივი რესურსი, ყველაფერი რაც დედამიწაზეა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ფინანსებზე, ღმერთის ფინანსებზე ბოროტს აძლევენ საშუალებას, რომ მართოს ბოროტმა ეს ფინანსები. არც ბოროტს არც შვილები არ აყავს. მას არ შეუძლია შვილები ყავდეს. ადამიანები აძლევენ თვითონ საშუალებას, რომ ბოროტი გახდეს მათი მამა. რეალურად ყველა ადამიანი ღმერთის შვილი არის. ასეა ფინანსებზე, ეს შვილები, მისი შვილები აძლევენ მართლობას იმ ფინანსებზე, რა ფინანსებიც მათ ხელში არის. მაგრამ ჩვენ კარგი ხალხი ვართ, ჩვენ ვიღებთ ჩვენ შემოსავლებს, ჩვენ ვიღებთ უფლის ფინანსური სისტემიდან. ჩვენთან ბოროტის ფინანსები არ ხვდება ხელში. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ხალხი ვართ აქ. სხვადასხვა პროფესიის მაგალითად შენ რომ ფუტკარი ყავს და თაფლს არ აყალბებ, ვინ გითხრა ეგ რო არ უნდა გააყალბო თაფლი? ღმერთმა გითხრა, მე არ ვაყალბებ შვილო, არც შენ არ გააყალბო. ბეტონის ქარხანა რო გაქვს და დოზას უშვრები ცემენტს, ვინ გითხრა ეგ? ყველა სხვანაირად იქცევა, შენ რატო იქცევი სწორად? უფალმა გითხრა რომ არ უნდა გააყალბო ბეტონი. და ბევრი რამე შეიძლება კიდე ითქვას, წონაში არ უნდა მოიტყუო და მოსამართლე და ექიმი, ვინც ყველა კეთილსინდისერად ასრულებს თავის მოვალეობას, ღმერთისგან არის. შეიძლება ვინმე თქვას, რომ რატო არიან პატიოსანი ადამიანებიც, ვისაც სინდისის უფთა აქვს და ისე სულ არ იცნობენ ღმერთს, მაგრამ სწორად იქცევიან. მე ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არ მწოდნოდა ღმერთის სიტყვა, არ ვიცი მოვიქცეოდი თუ არა სწორად. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უფლის სიტყვის დარღვევა წესად არის გახდილი. შეგიძლია ყველაფერი ცოტა არაუშავს, ყველაფერი შეიძლება გააკეთო. და ჩემთვის რომ არ ეთქვა ღმერთს, რომ არ გააკეთო,
არ ვიცი შეიძლება მეც იქით ყოფილიყავი და მეკეთებინა ის რასაც სხვები აკეთებენ სამწუხაროდ. ამიტომ მე შეიძლებაზე არ მინდა ვიცხოვრო. ჩემი სინდისი მინდა უფლის სიტყვით და სულით იყოს გაჟღენთილი, რომ ჩვენ ვიყოთ ხალხი და ვართ ხალხი, ვინც რასაც ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ, ზუსტად ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ, ან რატომ ვაკეთებთ. დიდება ჩვენს უფალს, ჩვენ ეს ვიცით, ღმერთმა მოგცა ამის ცოდნა. ამიტომ, როდესაც შენ ღმერთის წმინდა ფულს იღებ, ფინანსები შემოდის შენს ოჯახში და შენი ფინანსები შენი ოჯახისთვის კურთხევა არის და არა წევლა, ვალდებული ხარ რომ მიაგო უფალს პატივი. შენ რომ ამდენი იცი, საიდან იცი? მან გასწავლა ის გაძლევს ფინანსებს, იცით როგორ არის აქ გამოვდივართ ხოლმე და ვამოწმებთ ბევრ რაღაცას, მაგრამ არავინ არ ამოწმებს ფინანსურ კურთხევას. იმ დამოწმებების გაგრძელება არის ეს ფინანსური კურთხევა, რასაც ჩვენ ხელფასს ვეძახით, დივიდენდს, ჰონორარს, ჯამაგირს და ასე შემდეგ. ეს სასწაული არის, ერთ-ერთი ჩვეულებრივი დამოწმება არის, რომ შენს ოჯახში შემოდის უფლის წმინდა სისტემიდან შემოდის ფინანსები, რომელთაც შენმა ოჯახმა ღირსეულად უნდა იფუნქციონეროს. ეს უფლისგან არის დიდება ჩვენს უფალს. ეს ერთი მიზეზი არის. ბევრი მიზეზი არის კიდევ მეორე ძვირფასებო, მეორე. უფრო მეც გეტყვით, მე მაგალითად ასე ვაკეთებ, მე შემიძლია ვთქვა, როდესაც მეათედი გაქვს დასადები, დიდება ჩვენს უფალს. მაგალითად 9 ლარი გაქვს დასადები, ან 4 ლარი, უბრალოდ დამრგვალებულად რო ვთქვა, იმას ვცდილობ, 10 ლარს ვდებ, ან 5 ლარს ვდებ, ლარს ვამატებ, იქნება ოდესმე რამე გამომრჩა ღმერთო და ვერ მოგაგე პატივი და იქნება დავეწიო ოდესმე ამ დანაკლის, ამ თითო ლარ. ჩვენ ვიცით რომ არც 1 ლარი და არც 2 ლარი არ ჩვენ დაგვაკლებს რამე და არც უფლის სახლს შემატებს რამეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ასეთი გული მოსწონს უფალს. ვიცით ჩვენ რომ ჩვენი უფლის კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ როდესაც ჩვენ გავხდით ღმერთის ოჯახის წევრი, ეს არის მისი კეთილგანწყობით, მისი მადლით, საჩუქრად, მაგრამ როდესაც ჩვენ მისი ოჯახის წევრი ხდებით, ძვირფასებო, დიახ, ჩვენ შეგვიძლია მისი უფრო მეტი კეთილგანწყობის მოპოვება. შეგვიძლია. გვირგვინი გეძლევა მადლით, მაგრამ ამ გვირგვინზე რამდენი თვალი იქნება, ეს არის იმით, როგორ აამებ ღმერთს. და მე ვფიქრობდი ამაზე, მე ვიცი რომ ეს ღმერთს სიამოვნებს, მე მინდა რომ როდესაც ჩემზე იქნება ზეცაში ლაპარაკი, თქვას უფალმა, მაოცებს ეს ბავშვი. ისეთ რაღაცებს მე მინდა, ეს ძალიან მინდა, ეს არის ოცნება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დიდება ჩვენს უფალს. ჩვენ შეგვიძლია მისი კეთილგანწყობის მოპოვება. ფინანსებს მაგალითად ვამბობ, მაგრამ ყველაფერში შეგვიძლია დიდება უფალს. არის ესეთი მომენტები, მე ავტობუსში ხშირად მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, ან გოგონა ზის სკამზე და ამოდის ასაკოვანი, ან ქალბატონი, ან ბატონი და ზოგი ძალიან ისე უცბად წამოხტება ხოლმე, სწრაფი რეაქცია აქვს, რომ დაინახავს ხანში შესულ ადამიანს ამოსულს და წამოხტება ხოლმე, დაბრძანდით ეუბნება. ხო და დაჯდება ხოლმე ეს ქალია თუ კაცი და მე ვგრძნობ ხოლმე, იცით რას, რომ ეს პიროვნება ვინც სკამზე დასვეს, ვისაც პატივი მიაგეს, კეთილგანწყობილი არის ამ ახალგაზრდის მიმართ. გესმით, სულ არ იცნობენ ერთმანეთს საერთოდ. და აი ვგრძნობ ხოლმე, რომ აი ამ ახალგაზრდამ ახლა რომ მკითხოს ამ ხანში შესულს, რომელი საათია, თუ საათი აქვს უცბად, ეტყვის, აი ესა და ეს დროა. თუ არა აქვს საათი, შეწუხდება, თქვენ ხომ არა გაქვთ საათი, თქვენ ანუ კეთილგანწყობილი არის მის მიმართ. იმიტომ რომ პატივი მიაგო მას. დაუთმო, დააჯინა, პატივი მიაგო, დიდება მიაგო, ასე რომ ვთქვათ, უფლისენით, უფალს ჩვენ დიდებას მივაგებთ, პატივს ვაგებთ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიწვიოთ უფლის კეთილგანწყობა. როდესაც შენ ასე იქცევი, კეთილგანწყობილია შენს მიმართ და თითქოს ვეღარაფერზე უარს ვერ გეუბნება. როგორ გითხრათ, ჩავაგდოთ ღმერთი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში, გესმით? ეს არ შემიძლია მას რო არ გაუკეთო ეს რაღაცა, პატივი მომაგო. დიდება ჩვენს უფალს, ძვირფასებო, ეს უფლისგან არის. ეს უფლისგან არის, მაგრამ თუ ვინმე არ არის ესე განწყობილი, არ შეგეშინდეთ. არც როგორ გითხრათ, მით უმეტეს მსჯავრი არ დაიდოთ. მსჯავრი არის ის, რაც
მორწმუნეს ბოლო წვენს ადენს, აშრობს და კლავს, უძლურს ხდის. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უფლის წინაშე შეცდომებს არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა გვეშინოდეს, ბოროტს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჟავრი დაგვადოს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მამა არ გვდებს მჟავრს. დიდება ჩვენს უფალს ძვირფასებო, ჩვენ სხვა ხალხი ვართ, სულ მინდა ამაზე საუბარი, ჩვენ ქრისტეს აზრით დავდივართ. და ვინც არ ფიქრობთ ჯერ ესე, ან მეათედზე, ან სხვა რაღაცაზე, ნუ გეშინიათ, მე რაც უფრო ბევრ რაღაცას გიხსნის, უფალი ყველა მუხლის ნიშნულობას ხვდები. მე ძალიან შემიყვარდა ის მუხლი, უფალი დაბადებს ჩვენში სურვილსაც და მოქმედებასაც, ის არის ამის ავტორი. ის ძერწავს გულებს, იმდენჯერ გაგატარებს ცეცხლში, რამდენჯერაც საჭიროა, არ შეგეშინდეს. ბოროტმა იცის, რომ ღმერთის შვილებს ვერ შეეხება. ეს ღმერთმაც იცის. თავარი ახლა ჩვენ გავიგოთ, როდესაც რაღაცა განსაცდელი მოდის, იმისთვის კი არ არის, რომ მოკვდე, არა, იმისთვის რომ გაძლიერდე, იმისთვის რომ იმ სფეროში გამარჯვება მოიპოვო. შტერია ბოროტი, ხშირად თვითონ გიბიძგებს წვრთნებისკენ. თვითონ გიბიძგებს ამისკენ, რომ შენ გახდე ფოლადი, უხეში მის მიმართ. თვითონ გიბიძგებს ამისკენ და უფლის სული გეხმარება ამაში. დიდება ჩვენს მამას. მე სიტყვა ღმერთის წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს შემიყვარდა სიტყვა მამა. მამა თურმე მამაშვილობის ურთიერთობასაც გამოცხადებას დომებია ძვირფასებო. ისე არის, რომ თითქოს ღმერთი რაღაც რელიგიურად ჟღერს, მე მინდა მამა მყავდეს. ისეთი, რომელიც მახსოვს სახლში იტყოდნენ ხოლმე, ყველა ასაკის ადამიანმა ოჯახში თავის საქმე იცოდესო. ვისაც რა მოეთხოვებაო, ასეთი არის ჩვენი მამა და ჩვენ როცა ბოლო დროს ლოცულობ, სულ იმაზე ლოცულობ, რომ ეკლესიას მიეცეს გამოცხადება, რა არის ჩვენი საქმე, რა უნდა ვაკეთოთ უფლისთვის. დიდება ჩვენს უფალს, მაგრამ გამხნევდით ძვირფასებო, ვისაც რა გამოცხადება გაქვთ, დაელოდეთ. თქვენ უკვე ისე ხართ, რომ ამას კი არ გწამთ ეს, თქვენ უკვე იცით ეს, რომ აღსრულდება. გევართ, ველოდებით. როდის გააკეთებს, რანაირად გააკეთებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, მისი საქმე არის, თავარია ჩვენ ვიდგეთ და დავემორჩილოთ ჩვენს მამას. ვიყოთ მისი სანახებო შვილები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხან ვიმარჯვებთ ჩვენ, ხან ვერც ვიმარჯვებთ, მაგრამ მე არ მეშინია ჩემი მამის წინაშე შეცდომების. ვიცი რომ ჩემ გულს ჩხრიკავ ყოველთვის, ახლა ამ შეცდომაზე რამდენად წუხვარ თუ წუხვარ, ხშირად ისე აკეთებს ღმერთი, რომ ამ წუხილს მონანიებაში გითვლის. იმ სფეროში ისე მოგიტანს გათავისუფლებას, ვერც კი იგებ რა მოხდა. ხანდახან ისეთი ძნელი არის, რომ დაემორჩილო მას, ხან განხიბლა მოდის, ხან რა, მაგრამ არა. ჩვენ გვყავს მამა. მამის სული არის ჩვენთან, მისი მადლზე მეტად ამ ბოლო დროს სიტყვა კეთილგანწყობა გამომეცხადა. მადლს ცოტა კი ვიგებ, მაგრამ ვერ ვიგებ ბოლომდე, მაგრამ აი კეთილგანწყობა პასტორი ხშირად ახსენებს, გავიგე. რა არის კეთილგანწყობა? ჩემი მშობლებისგან გავიგე. მათი კეთილგანწყობა პარალელი გავავლე და მივხვდი, რომ თუ მამა ჩემის კეთილგანწყობა და დედა ჩემის ასეთი დიდია ჩემს მიმართ, რამდენად დიდი არის მისი კეთილგანწყობა. ჩვენ შეცდომებში არ მოწყვეტოთ მას მზერა მის კეთილგანწყობას და გული ჩხრიკეთ. მუდმივად ეს მუდმივი პროცესი არ შეწყდება, სანამ დედამიწაზე ვართ. ჩვენი გონების განახლება საბოლოოდ არ მოხდება. ეს პროცესია ისე წავალთ უფალთან, რომ ვერ იტყვი, რომ აი ახლა გონება მაქვს სუპერ განახლებული. არა. მე ვინც დედები ხარ და თქვენი შვილები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა დედები ყავთ. იცოდეთ ძვირფასებო, რომ თქვენ შვილებს განუახლებს ღმერთი გონებას და თქვენი შვილები დაგაფასებენ სულ სხვანაირი თვალით შემოგხედავენ და ჩაგეხუტებიან დიდება ჩვენს უფალს. ზოგის შვილები, ზოგის დედები, ზოგის მამები, მათი გონების განახლება მოხდება, იცით რატო ჩვენ დგევართ ღმერთის წინაშე, ველოდებით ამას. დიდება ჩვენს მამას ძვირფასებო, მე ძალიან მიხარია თუ გამხნევდით, იმიტომ რომ ეს 2-3 კვირა ესე მოღიღინე საქართველოს ხედავ და იცით რა მნიშვნელოვანი არის ეს. არ მომკლა ღმერთმა ამაზე ნერვიულობით, მითხრა რომ ნუ გეშინე ეს მოხდება და მე ველოდები ამას, რწმენით დგევარ და ველოდები იმას, რაც უკვე ვიცი. შემდეგ შაბათ კვირა სოფელში უნდა წავიდე.
ვიცი, აი 7 დღე გავა, 5 დღე და ვიცი რომ უნდა წავიდე. რწმენა არ მჭირდება ამაში. ესია ეს რაღაცაც. მიხარია თუ გამხნევდით, მადლობას უხდი ღმერთს, მე მთელი კვირა ისეთი სამსახური მაქვს, მოსმენა და ფიქრი შემიძლია სულ ფიქრობ ამ რაღაცებზე და ხანდახან მეუბნები ხოლმე ღმერთო გეყოფა აღარ მინდა დავიღალე აღარ შემიძლია არის ხოლმე ესეთი მომენტები აი ავსებული ვარ ხოლმე და სულ მინდა მე ეს რაღაცა უთხრა სხვასაც უთხრა რომ იმანაც გაიხაროს თუ გამხნევდით ძალიან მიხარია გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით და იმახსოვრეთ ჩვენა ვართ სხვა ხალხი მისი სამღვდელოება ვართ, წმინდაერი ვართ, ჩვენ არა ვართ ვიღიცივი რომ ვინა ვართ ჩვენ, ვისი ღირსიც არ იყო მთელი წუთი სოფელი დაწერილი არის ის ხალხი ვართ ჩვენ და არა მარტო ჩვენ ყველა ვინც ღმერთის წინაშე მოიდრეკს მოხს, ჩვენ ერთი დიდი ერი ვართ, ჩვენ არავის არ განვასხვავებთ ვინც ამ სიტყვით და ამ სულით იკვებება. დიდება ჩვენს მამას, მან აღძრას ჩვენში სურვილი და მოქმედება, რომ დაელეწოს ბოროტს, ყბები შეემუსროს კბილები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სოფლიო მთლიანად იყოს თავისუფალი უფლის სულით ავსებული და ნამდვილი სიხარული იხილოს ხალხმა როგორ შეიძლება ხედავდე ადამიანებს რომლებიც ვერ იძინებენ რომლებიც მე ვიცი რატომ იკლავენ ხალხი თავს ზუსტად ვიცი რას გრძნობენ როგორ შეიძლება სიღარიბეში ცხოვრობდეს ხალხი როგორ შეიძლება და შენ ქვეყანაში ბედნიერი იყო როგორი ეგოისტი უნდა იყო როგორ შეიძლება რა სიმდიდრე უნდა გქონდეს ისეთი რომ შენს მეზობელს ხედავ ისეთ მდგომარეობაშია და შენ ბედნიერი იყო ვერ წარმომიდგა არ შემიძლია ამაზე ნერვიულობა მკლავდა იმიტომ აჩვენა ის უფალმა რაც მაჩვენა ახლა ცოტა ამოვისუნთქე აღსრულებას ველოდები როდის იქნება ეს რაღაცა ერთი სული მაქვს დიდება ჩვენს უფალს ამიტომ ძვირფასებო ჩვენ გვაქვს ნამდვილი ოცნებები კომოს ტბაზე სეირნობას ჩემი საკუთარი ჯეტით ფრენა სულში ფრენა მირჩევნია ძვირფასებო იახტი წყალში ლივლივ სულში ლივლივი მირჩევნია ძვირფასებო ეს არის ნამდვილი ოცნება თუ ვინმეს ნატრიშნო უნდა ქონდეს აი ეს არის ნატრიშნო და არა ის რამდენი მილიარდი გექნება ან რამდენი მილიონი თუმცა მე სიღარიბეს არ ვქადაგებ მე ძალიან მძულ სიღარიბე კატეგორიულად ვამბობ ყოველთვის მძულ სიღარიბე შეიძულეთ სიღარიბე თქვით ხოლმე მე მძულ ხარ სიღარიშე ეს ერთი ისეთი წყევლა არის როგორც სხვა დანარჩენი ბოროტისგან ეს წყევლა არის მაგრამ როგორც სიღარიბეს აქვს თავისი დიდი მინუსები ისე სიმდიდრეს მით უმეტეს თუ ის არაზეციდან შობილი ადამიანების ხელში მოხვდება არ მინდა ჯეტით ფრენა ჩვეულებრივი რეისებით ვიფრენ და უფლისნება იქნება დიდება ჩვენს უფალს ძვირფასებო ჩვენ ვართ ხალხი ვისაც შეუძლია ოცნება მე ამით მოხიბლული ვარ ჩემი გონების განახლება მოხდა კიდევ ველოდები უკეთეს განახლებებს ის ჟურნალი ახლა სასაცილოდ არ მყოფნის მაგრამ თავისი გეგმები აქვს ღმერთს მივყვეთ ამ გეგმებში ვიდგეთ ამ სიტყვაზე გავამხნევოთ ერთმანეთი მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს სულიერათაც ფინანსურათაც ფიზიკურათაც მეტი არაფერი გვევალება ჩვენ რასაც შევძლებთ სადან რასაც უფალი გვაძლევს იქამდე ვიდგეთ ერთად მე მჯერავს უარესები გველოდება კარგი გაგებით წინ უარესები უკეთესები უпроსწორად უკეთესი და უკეთესი ღმერთი ცოცხალი არის მადლობა ძვირფასებო მე მიხარია თქვენს წინაშე დგომა მართლა მიხარია მადლობა ძვირფასებო მადლობა მოკლედ ვილოცებ თუ შეიძლება პასტორ ზალ მოკლედ ვილოცებ თუ შეიძლება ღმერთო ჩვენოზე ციერო მამაო შენ ახარ ჩვენი მამიკო შენ ახარ ჩვენი ძალა ჩვენი დიდება ყველაზე კარგი ლოცვა შენს წინაშე არის რომ არასოდეს წაიღო შენი სული ჩვენგან ღმერთო ჩვენს უგუნურებაში შენი მარჯვენა და მფარველობა იყოს ჩვენთან რომ არ მოუკვდეთ უფალო და რომ არ მივიჩნიოთ თავი არარაობად ღმერთო შენი სული გვაძლიერებს შენი სული გვაძლევს სიხარულს და ძალას მომავლის იმედს რომელიც აღსრულდება უფალო შენს წინაშე ვდგევართ შენი მსხვერპლის სახელით მამაო იესო ქრისტეს სახელით უფალო ქების ღირსი ხარ შენ მამაო ამინ უფალო ამინ ამინ ჩემო ღმერთო მადლობა ძვირფასებო მადლობა